საინტერესო ამბავი ჩემი აზრით. ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ვარ სავარჯიშოდ. მოსულ სადაც ასეულობით თბილისელი დადის, თუ არა ათასობით სავარჯიშოდ. გამოდიან, ზოგი ვარჯიშობს, დარბის, ზოგს გამოყავს შვილის ასეინოთ, ან ასაკოვანი ადამიანი გამოდის, რომ ზღის სხივზე გამოიმუშაოს D ვიტამინი და შედის მერე სახლში, გარშემო მოგეხსენებათ, ხო? ეხლა უამრავი საცხოვრებელი კორპუსია. ყველა შესასვლელთან დგას სხვადასხვა ეკიპაჟი პატრულის და ძალიან თავაზიანად უგრძალავენ ყველას იპოდრომის ტერიტორიაზე ვარჯიშს. და კითხვაზე თუ კი არ შეიძლება ვარჯიში იპოდრომის ტერიტორიაზე ნიშნავს ეს თუ არა რომ არ შეიძლება ასევე ვარჯიში ქუჩაში. მაგალითად აი ბახტრიონზე, ხო? კითხვაზე პასუხია თუ არა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვარჯიში ქუჩაში, მაგრამ არ შეიძლება ვარჯიში აი აქ. იპოდრომის ტერიტორიაზე ხედავთ პატრულის ეკიპაჟები დადიან და ხალხს ხოვინო გადმოვიდნენ. თუმცა აი აქ შემილია ვირბინო თავისუფლად არ არის პრობლემა, მაგრამ თუ კი ხუთი ნაბიჯით ქვევით ჩავალ და აღმოჩნდები იპოდრომის უშუალო ტერიტორიაზე და ასე განვაგრძობ სირბილს, ეს არის აკრძალვა. ინგლისშიც კი, სადაც სამწუხაროდ დაახლოებით 10,000 ადამიანია გარდაცვლილი, პარკებში დაშვებულია ვარჯიში. აკრძალულია პიკნიკი და თავყრილობა, ხო? და აქ არ ვიცი რომელიღაცა პოლიციის უფროსმა ეტყობა მიიღო გადაწყვეტილება, აი ესე მოუნდა და მიიღო და ასრულებდნენ ჩემის აზრით უგუნურ გადაწყვეტილებას. ეხლა სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოდის გამოცდილებით, მაგრამ გამოცდილება მოდის არასწორი გადაწყვეტილებების მიღებით. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება ძვირფასო ხელისუფლებამ და იმედია შეცვლით ამ გადაწყვეტილებას. მადლობა.